ქრისტე აღსდგა, ჩემო კარგებო, მრავალს დაესწარით, ჭეშმარიტად აღსდგა, ჩვენს გულში, სულში განახლებულიყოს და ახლად დაბადებულიყოს ჩვენი რწმენა და ჩვენი ქრისტეში ერთობა. მოკლედ, დიდი ხნის შესვენების შემდეგ მსურს ცოტა ჩემი აზრი გაგიზიაროთ დღევანდელი შექმნილი ვითარების და გამო მსოფლიოში. რამოდენიმე კითხვა შემოვიდა ციფრულ ფულთან დაკავშირებით საქართველოში თუ სხვა ქვეყნებში. აი, რაზეც მე დავფიქრდი, მინდა გაგიზიაროთ ამ ვიდეოში. მოკლედ 2025 ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ძალიან ასე ვიტყოდი, მძიმე ენერგეტიკული წელია. ვითომ და ზედაპირზე არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ არ ვიცი თქვენ თუ გამიზიარებთ თქვენ გამოცდილებას და თუ კომენტარებში ჩამოწერთ თქვენ აზრს, აქ როგორც ვატყობ, ბევრი ადამიანი არის შინაგან ემოციურ, ფინანსურ თუ დამოკიდებულებებში ძალიან კონფლიქტში. ეს შეიძლება იყოს გამოხატული შინაგანი კონფლიქტით, ეს შეიძლება იყოს გამოხატული, რომ საქმე წინ არ იძვრის, გამოხატული შეიძლება იყოს ჯანმრთელობის რაღაცა პატარა კვანძებით და ასევე ურთიერთობებით ოჯახის წევრებთან და გარშემო მყოფთან. რატო ხდება ახლა ეს ყველაფერი? თქვენ იცით, რომ ჩვენი სულიერება და ჩვენი რწმენა ეს ესეთი განყენებული რაღაცა ისტორიული ფაქტი არ არის, რომ აი ჩვენ ვართ ახლა მორწმუნე მართლმადიდებლები. ეს არის კოსმოსთან და ბუნებასთან ერთობაში ყოფნა. კოსმოსი და ბუნება დღეს, აი ამ 2025 წელს პირველ ნახევარში არის გადაწყობის ფაზაში. რატომღაც თუ შეამჩნიეთ საქართველოში ახლა დედაჩემსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შეექმნა და ვისაც ვესაუბრები საქართველოში ძალიან სერიოზული წნევის ნახტომები ხდება, რაღაცა ბევრი ვირუსებია, ძალიან ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება გაზაფხულსაც დააბრალოთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ენერგეტიკული გადაწყობა ხდება ბუნებაში. ასევე ფინანსებში. მე მაგალითად ეს 2025 წლის დასაწყისი ძალიან ისეთი ტურბულენტული ფინანსური მდგომარეობის წელი გამოდგა ჩემთვის. მადლობა უფალს, სიმშვიდე გვაქვს ოჯახში და ჩემი მეუღლე დაკავებულია, კარგად მუშაობს და მეც გააუდივარ ჩემ ბიზნესს, მაგრამ ისე, როდესაც ზრდა და წინსვლა უნდა ისახებოდეს ეკონომიკაში, ეკონომიკა არის ძალიან გაჩერებული და ამას შეიძლება ჩვენ დავარქვათ, რომ პოლიტიკური გავლენის გამო ტრამპმა ძალიან ბევრი ხალხი შეაშინა და დიდი ტალღები წამოწია ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ მე მაინც ისევ ვფიქრობ, რომ არის ჩვენი მინიშნება თუ რაზე გვაქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება. აი მაგალითად მე ყოველთვის ვიძახი, რასაც ადამიანი ფეტიშად გაიხდის, ანუ ზედმეტ კერპად გაიხდის, ის ყოველთვის მოუტრიალდება და ასე ვთქვათ, ცხვირში მოგფრთხებს, რომ ჩვენ აი ეს კერპი და ფეტიში დავგმოთ და უფლის წინ არაფერი არ დავაყენოთ. წინა წელს 2024-ში ძალიან დაკავებული ვიყავი და როდესაც სასულიერო აი ესეთ დაფიქრება აღსარების წინ, მაგალითად დავფიქრდებოდი ხოლმე და სასულიერო გააზრება ჩემ თავთან მარტო დავრჩებოდი, ყოველთვის იმას უსვევდი ხაზს, რომ აი მატერიალურით ძალიან დაკავებული ვარ და აი სულიერი გვერდზე მრჩება, არ მცალია, ძალიან დაჩქარებული ვარ, აი ვთქვათ, ლოცვების კითხვაშიც კი და აი წელს მაგალითად უფალმა მომცა ესეთი მინიშნება, რომ იმაში, რაშიც შარშან საკვანძო მდგომარეობა გქონდა სულიერად, რომ გაზრდილი
გაზრდილიყავი და სარწმუნოებლივად რომ გაზრდილიყავი. აი მოდი იმაში ეხლა წელს დაგამუხრუჭებ და ნახოთ როგორ მიიღებ აი ამ დამუხრუჭებას მიიღებ ისე რომ გამოასწორო ეს შენი მდგომარეობა თუ მიიღებ ისე რომ იწუწუნო და სასოწარკვეთილებაში ჩავარდე და ისევ იყო მოშორებული და დაშორებული შენ სულიერ დაბალანსებას. აქედან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს გაუთხოვარი ან უცოლო ადამიანისთვის ურთიერთობებში დამუხრუჭება ან ეს შეიძლება იყოს ფინანსური ჯანმრთელობის, ურთიერთობის, დამოკიდებულების ოჯახის წევრებთან და დამოკიდებულების თანამშრომლებთან და მეგობრებთან შორის, ხო? აქედან გამომდინარე რა ხდება ახლა? რახან ენერგეტიკა, სოფლიო, კოსმიური არის ასე ვთქვათ, აი რო აიღოთ რაღაცა საცერი და აი ამ საცერში რომ მოათავსოთ ყველა ერთად და მე აი რომ მოხდეს აი ეს ენერგეტიკული მოწესრიგება ხალხის აი ამ საცერში ხდება აი ეს ჩვენი ემოციების გაცრა და ჩვენ ვდგებით ახალ ეტაპზე ვართ ახალ ენერგეტიკულ ახალ სარწმუნოების და ახალ სულიერი მდგომარეობის შრეზე, ეტაპზე. ის ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, მოყვებიან წუწუნს, მოყვებიან ისევ ჩხუბს, კონფლიქტს, მოყვებიან ისევ იმ ძველ შეცდომების გამეორებას, რა ძველ შეცდომებზეც გვანიშნებს დღეს უფალი და კოსმოსი, მაშინ იმ ადამიანებს მიეცემათ კიდევ უფრო გაძლიერებული გამოცდა და მე ყოველთვის ვიძახი, რომ უფალი გვაძლევს აი ესეთ შეჯანჭყარებას, რომ გამოგვაფხიზლოს, მერე გვაძლევს თავში ჩარტყმას, რომ მართლა გამოგვაფხიზლოს და თავში ჩარტყმის შემდეგაც რომ ვერ ფხიზლდებით, მერე უკვე გვაძლევს მთელი ორგანიზმის და მთელი თავის შეჯანჭყარებას. აქედან გამომდინარე როგორ უნდა ვიცხოვროთ და როგორ უნდა წავიწიოთ წინ. იმიტომაც არის ეხლა აღდგომა, იმიტომ იყო, რომ ჩვენ სულში ეს აღდგომა შემოიტანს ჩვენს გონებაში განახლებას და ისევ ენერგეტიკულად და ისევ კოსმიურად რომ მივდგეთ ამ საკითხს, რა ხდება? მთელი ქვეყანა მასიურად თუ არის აი ეკლესიაში თუ ხდება აი ამ უზარმაზარ წინვალე ენერგიის შეკრება სუფლისგან, ესე იგი გლობალურად სახელმწიფოებრივად ხდება განახლებაც, ხო? მარტო სულში ხომ არა, თვითონ აი ეს იქმნება დიდი შრე, რომელიც თქვათ სახელმწიფოც გადაყავს ახალ ეტაპზე, ახალ ენერგეტიკულ ეტაპზე. ის შიშები, რომელიც არის რომ აი ჩვენ ციფრულ ფულზე გადავალთ აუცილებლად მოხდება ეგეთი მდგომარეობა. როდესაც თქვათ პოლიტიკური ძალები არის აღემატება ჩვენ ფიზიკურ ძალებს, აფრიკაში მოხდა ეგ ამბავი, რომ გაუთიშეს ნაღდი ფული და ძალიან გამოვიდნენ საგანგებო მანიფესტაციებზე, მიტინგებზე ხალხი და იშიმშილეს და მაინც ვერ გახდა ვერაფერს სახელმწიფოს იყო იმდენად არის მათი ლიდერები გაყიდული ამ გლობალისტების და ევროკავშირის და ამ ევრობანკის მონები არიან და მათი შესყიდულები არიან მარიონეტები ვერ გახდა ვერაფერს აფრიკაში ეს ხალხი და ელექტრონული ფული რა თქმა უნდა დაანერგეს იქ და საერთოდ გააუქმეს 2 წელი გააუქმეს ნაღდი ფული იმ ეგიდით რომ ვითომ და ახალი უნდა დაებეჭდათ მაგრამ როგორც ხდება ახალი არც დაბეჭდეს და არც გამოუშვეს რა პასუხი შეიძლება გავცეთ ახლა ამას რა თქმა უნდა გაძალიანებას აქვს მიზანი და უნარი, რადგან უფლის წინაშე დავაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, მაგრამ ასევე უნდა მოგიყვანოთ ერთი მაგალითი, ეხლა რა მოხდა ამერიკაში. ჩემი ნაცნობის ქმარს უკბინა გარეულმა ცხოველმა, არ ვიცი თქვენთან თუ არია რაღაცა პოსომ ქვია ამერიკაში, რაღაცა დიდი არის ეგეთი უზარმაზარი ვირთხასავით, ვინმე თუ იცით ქართულად რა ქვია possums, დამიწერეთ
უკბინა და თელი სისხლები და დიდი ნაკბენი კბილები ჩარჭობილი წავიდნენ საავადმყოფოში და თხოვეს რომ გაგვეკეთეთ ცოფის ნემსებიო, ცოფის საწინააღმდეგო ნემსებიო გარეული ვირთხა უზარმაზარი და სამმა ექიმმა ამერიკაში მიცა ანტიბიოტიკი დალიეო და თუო ძალიან წყალი მოგინდებათო და პირიდან ქაფი წამოგივაო, მერე მოდითო და მოგუმართეთო ჩვენო ნახოთო რა უნდა გაგიკეთოთო. ბიჭო, პირიდან თუ ქაფი წამოვიდა და დუჟი და დაემართა ადამიანს უკვე ცოფი, მერე რაღა აზრი აქვს საავადმყოფოში ნემსების გაკეთება. მაგრამ რატო გიყვებით ახლა ამ მოვლენას? ელექტრონულ ფულს გადაიყვანენ თუ გადმოიყვანენ, ისეთი ვითარება ხდება ამერიკაში სამედიცინო დაწესებულებებში, რომ საერთოდ ექიმთან სამი კვირა ვერ ჩაეწერები და აგერ თუ დაგგლიჯა ცოფიანმა ცხოველმა, ცოფის ნემსაც არ მოგცემენ. აქედან გამომდინარე, რა სისტემა შეიძლება ადამიანებმა მოიფიქროს იმის საწინააღმდეგო, როდესაც შესაძლებლობა არ იქნება, რომ საზოგადო დაწესებულებაში სერვისი მოიძიო და მოგცე, სერვისი შეიძინო, ასე ვთქვათ. გახსოვთ საბჭოთა კავშირში ის, ვინც ჩემთან ერთად გაზრდილები ხართ ამ ასაკში, იყო სახლის სტომატოლოგიური კაბინეტები, იყო სახლის გინეკოლოგიის კაბინეტები, იყო სახლის მკურნალი ექიმი. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურა ხალხმა თავისით თვითონ უნდა შეიქმნას. ის დიდი მადლი დღეს საქართველოში რაც ხდება, რომ ერთმანეთს მეზობლები ეხმარებიან და თვალყურს ადევნებენ ყველა იმ ადამიანის, რომელიც დედაჩემის მიმართ იჩენს ასე დიდ ყურადღებას, ძალიან დიდი პატივისცემა და დიდი მადლიერებით ავარ. მაგრამ ერთმანეთი, ყოველი ადამიანი ერთმანეთის გარშემო უნდა გაერთიანდეს და უნდა ერთმანეთს გამოუჩინოს ის გზა, რაც მთავრობამ და რაც ინფრასტრუქტურამ შეიძლება უკვე აღარ მოგცეს ცოტა ხანში. აქედან გამომდინარე, გამოსავალი ყოველთვის არის ფულზე თუ ვერ შეიძენ, უნდა იყოს ბარტერი. ბარტერი თუ საქონელი არა გაქვს, უნდა იცოდე რაღაცა პატარა კურსები უნდა აიღო ადამიანმა ვენიდან ვენაში სისტემის დაყენება, ნემსის გაკეთება, ბალახეულების და ჰომეოპათიური წამლების გამოყენება, ფარმაცევტიული წამლების გამოყენების ნაცვლად და ყოველივე ამან შეიძლება გაატანინოს ადამიანებს თავი. პირველ ეტაპზე ციფრული ფული არ იქნება მიბმული სოციალურ ქულებთან. ეს ალბათ ბოლო ეტაპზე, როდესაც ვთქვათ, აი ანტიქრისტეს მართლობა ნამდვილად ძალიან გამძვინვარდება, სოციალურ სისტემას მიაბავენ ამ ელექტრონულ ფულს, მაგრამ მე როგორც ვფიქრობ, ეხა არის პოლიტიკა გაყოფილი ორ ბანაკად, ევროპულ გლობალისტური პოლიტიკა და ტრამპის ნაციონალისტური პოლიტიკა, რომელიც განსხვავებულ შტოშია მოთავსებული. ტრამპის ნაციონალისტური პოლიტიკა ჯერჯერობით მე მგონია, რომ ბიტკოინზე ან ელექტრონულ ფულზე გადასვლას ჯერ აი ამ მაგის პირველ პრეზიდენტობის პერიოდში არ გადაიყვანენ, აუცილებლად მოხდება გადაყვანა, ტრამპის ადმინისტრაციაც გადაიყვანს ამერიკას ციფრულ ფულზე, მაგრამ ის პროგრამა, რომელიც საქართველოში და რომელიც პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში განვითარდება, ეს არის მსოფლიო ბანკის და მსოფლიო ევროკავშირის, ანუ მსოფლიო გლობალისტების დაფინანსებული პროგრამა და ალბათ ჩვენ როგორც საპილოტო საცდელი პროგრამა, ჩვენი მთავრობა ამაში ჩათრეული იქნება მისი ნებით თუ უნებლიეთ. აქედან გამომდინარე, ადამიანებმა უნდა თვითონვე იყო ჩაღონდა ერთმანეთში გააკეთონ ესე გააბან თავისი სისტემა, რომელიც ალტერნატიურად დაუპირისპირდება
მაგრამ ის რაც კოვიდის დროს ხდებოდა საქართველოში და ძალიან ბევრი პოლიციის თანამშრომელი და სამედიცინო თანამშრომელი და ზოგი კერძო ბიზნესიც კი იყო ჩათრეული აი ამ ტუტუცურ პროპაგანდაში, თუ ამ ტუტუცურ პროპაგანდაში ჩაერევა ისევ და ჩაებმევა მასა ქართული მოსახლეობისა, ну ეს რა თქმა უნდა იქნება დიდი პრობლემა, რადგან თუ ადამიანებს თავადვე გამოიყენებს სისტემა, რომ ამ სისტემაში მოხარშოს და არეგულიროს და აკონტროლოს, ну მაშინ ადამიანებს დომებია, რომ იყოს ერთ-ერთი ჭანჭეკი და ცხვარი ამ სისტემისა და ამას თვითონ ადამიანი უნდა აღუდგეს წინ, თორე ვიღაცების ძახილი და ყოველთვის თავრობაზე დამოკიდებულება არის ნამდვილად სისულელე. არის ძველი გამონათქვამი, აბა ღმერთი რას უშველისო, თუ თვითონაცო არ შეეწია და არ გაანწრია ხელიო და ღმერთის ნება და ღმერთის ბოძებული გზა არ აირჩიაო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ საპანიკო არაფერი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ოჯახში და საკუთარ სულში და საკუთარ სახლში მოვაწესრიგოთ და დავაფუძნოთ ის წესრიგი, რა წესრიგიც უნდა გვქონდეს და ის ბალანსი, რა ბალანსიც უნდა გვქონდეს. და მერე თითოეულ ადამიანის სულში რო იქნება სიმშვიდე და სინათლე და რომ იქნება კაფიო ხედვა სწორი მოვლენებისა, მერე თავისით ყოველთვის დალაგდება ის გზა, ან გამოჩნდება ის გზა, რომელ გზაზეც უფალს სურს, რომ ჩვენი სამშობლო თითოეული ადამიანი და ჩვენი სახელმწიფო ვიდოდეს. ქრისტე აღსდგა კიდევ ერთხელ, მრავლს დაესწარით და გავძლიერდოთ და ვიხაროთ ყველანი, ვიხაროთ ყველამ უფალში.